გაუმარჯოს ყველას. საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინე დღეს. ესე იგი, ხო გახსოვთ ის ლევან ვასაძე, ხო გახსოვთ? ლევან ვასაძის ის გამონათქვამი ხომ გახსოვთ? ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი რაღაც. ლიბერი იყო რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებითა და ლოთობის სიყვარულით. და როცა შენ ამბობ, რომ მე ვარ ლიბერალი, მე ესე იგი ვარ მიმდევარი აი ამ ცრუღმერთისა, რომელიც ამითი გამოირჩევა. ნუ ეს თავისთავად ტყუილია, ამას თავი დავანებოთ. ეს ტკნარი სიცრუეა, არანაირი კავშირი ლიბერალიზმს ამ იდეოლოგიასა და რომაელ ღმერთს შორის, რომაული მითოლოგიის ღმერთ ლიბერს შორის არანაირი კავშირი არ არის, გარდა იმისა, რომ ორივე შემთხვევაში არის სიტყვა ლიბერი მთავარი, რაც თავისუფლებას ნიშნავს. ორივე შემთხვევაში თავისუფლების ამბავია. ეგრე ეხლა ფეხბურთში არსებობს ეგეთი პოზიცია ლიბერო. ფეხბურთის მოყვარულებმა იციან. ხო, ეგ იგივეა, რომ ეხლა ამტკიცო, რომ ეს ყველა ფეხბურთელი, რომელიც ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა, ძველი რომაული ღმერთის ლიბერის მიმდევარია. იგივენაირი სისულელეა ზუსტად ლიბერალიზმის დაკავშირება ლიბერთან. მაგრამ თავი დავანებოთ ამას. თავარი რაც მე აღმოვაჩინე საინტერესო რაღაცა არის, რომ დავინტერესდი მართლა სინამდვილეში ვინ იყო ლიბერი. რომაულ მითოლოგიაში მე სპეციალისტი არა ვარ ნამდვილად, მაგრამ არსებობს ინტერნეტით, სადაც შეიძლება ნახო. და აღმოჩინე საინტერესო რაღაცა. ძველ რომაულ რელიგიასა და მითოლოგიაში ლიბერი, ანუ თავისუფალი, მეორე სახელი ლიბერ პატერ, ანუ თავისუფალი მამა, იყო მეღვინეობისა და ღვინის ღმერთი, ასევე მამაკაცური ნაყოფიერების ღმერთი და თავისუფლების ღმერთი. რა ვიცი ახლა ძმაო, ამაზე უფრო მეტი ქართული მეობა და გაგება რა შეიძლება იყოს? მეღვინეობა, ღვინო, მამაკაცური ნაყოფიერება და თავისუფლება. მორჩა და ეს გადათარგმნა ლევან ვასაძემ თავის დროზე, რომ ლოთი იყო და გარყვნილია და რა შუაშია ლოთი და გარყვნილი. მეღვინეობა და ღვინო ლოთობაა აუცილებლად? ხო, ეს თავისით შეალამაზა იქ, როგორც თვითონ აწყობდა, ბუნებრივია. კიდევ საინტერესო ის არის, რომ 17 მარტს სტარდებოდა ძველ რომში ფესტივალი, რომელსაც ერქვა ლიბერალია, რომელიც ასოცირდებოდა თავისუფალ სიტყვასთან და უფლებებთან, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სრულწლოვანებამდე მიღწევასთან, ანუ ძირითადად ბიჭების რა. სრულწლოვანებად ითვლებოდა 15-16 წელი ძველ რომში და როდესაც ბიჭი გახდებოდა 15-16 წლის, ამ ფესტივალზე აღნიშნავდა აი ამ თავის სრულწლოვანებას აღნიშნავდა საზეიმოდ. ბავშვებს 15-16 წლამდე ეკეთათ კისერზე, ყელზე, რაღაც ძივივით, ძეწქვივით, რაღაცა ისეთი ის ჰქონდათ, რომელიც მიიჩნეოდა იმ რომაული ტრადიციის მიხედვით, რომ ბოროტი ავისულებისგან იცავდა ბავშვს. ეს დღესაც ხდება, ხო, ეს ძველი წარმართული ტრადიციები დღემდე არის შენარჩუნებული, ბავშვებს რო უკეთიათ ხოლმე რაღაც ხელზე. ხო, მაშინ ეკეთათ კისერზე და აი ამ ლიბერალის დროს ეს 15-16 წლის რო შესრულდებოდა ბიჭი, ამას საზეიმოდ იხსნიდა, იმიტომ რომ ის აღარ ჭირდებოდა, ბავშვი აღარ იყო. და შესაბამისად თავის ქცევებზე, თავის ბედზე პასუხს თვითონ აგებდა, თავისუფალი ხდებოდა რა. ეს არის ლიბერი და ფესტივალი ლიბერალია, რომელიც იმართებოდა 17 მარტს. ხო, ასე რომ აი ესეთი ამბავია რა. აუცილებლად დააკვირდით, სად გატყუებენ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ესეთი რაღაცეები. რაღაცას შემოგტენიან და ადამიანის ფსიქოლოგიაა, რომ ტელევიზიურიდან ვიღაცა ტიპმა გითხრა და ესე იგი სიმართლეა, არ არის ეგრე. ამას იყენებენ ისინი და ამიტომ ხშირად ტენიან, ასე ვთქვია, ღვიძლებს. ამის თქმა მინდოდა დღეს.